საქართველოს ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფართოვდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სატრანსპორტო თანამშრომლობას. ამ ფონზე გლობალური სატრანსპორტო მარშრუტების გადანაწილების პირობებში საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუადერეფანი და თავისუფალი ვაჭრობის ჩარჩოები, რომლებიც ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო ჰაბად პოზიციონირების ახალ შესაძლებლობას აძლევს. პროცესს დამატებით აძლიერებს ჩინეთის მიერ TIR სისტემის გაფართოება, რაც სახმელეთო გადაზიდვებს უფრო მოქცევს და კონკურენტულს ხდის. რეალურად რა შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს შუადერეფნის განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების გაფართოების ფონზე, რა ბარიერები არსებობს სატრანზიტო შესაძლებლობების სრულიად რეალიზებისთვის, თემაზე საუბარ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ირაკლი ნემსაძესთან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში ჩართვისთვის. გასული კვირის ბოლოს ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრის თავმჯდომარეობით და აი ამ ვიზიტისას ის შეთანხმება, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე, ამ შეთანხმებაში შევიდა გარკვეული შესწორებები და ქართული მხარის შეფასებით ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების სხვა დაუშვათ მასშტაბზე აიყვანოს. როგორია მთლიანობაში დღეს თქვენი გადმოსახედიდან, გადამზიდავების გადმოსახედიდან ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია მისი სატრანზიტო ფუნქციის შესრულების კუთხით და რამდენად სწორად იყენებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი ამ შესაძლებლობებს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელსა და მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში ეკონომიკის მინისტრის და შესაბამისი დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში პოზიტიურად ვიხმიანებით და გვაქვს კარგი მოლოდინები, რომ მსგავსი ვიზიტები ჩვენი სფეროს დატვირთვას, ასე ვთქვათ, გაზრდის და მიმართული იქნება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ამ ეტაპზე არსებობს. მოგეხსენება, ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თვითწარმომქმნელი ქვეყანაა და თუ ჩვენ ვსაუბრობთ შუადერეფნის პოტენციალის გაზრდასა და ათვისებაზე, ალბათ წარმოუდგენელი იქნება ამ მიმართულების განვითარება ჩინეთის და ჩინური თვირთების მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ბოლო წლებია გვაქვს ამ მიმართულებით ზრდა, მაგრამ მცირე ზრდა არის ყოველწლიურად, ეს აღინიშნება, თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ამ უნიკალურ შესაძლებლობაში, რაც ახლა შეიქმნა მსოფლიოში, რაც გულისხმობს შუადერეფნის ალტერნატიული მარშრუტების ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნებზე ნეგატიურ დაწოლას, რამაც ესე ვთქვათ, გაზარდა ინტერესი შუადერეფანზე, ჩვენ ახლა იმედი გვაქვს, რომ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა უფრო მეტი ოდენობის თვირთები გადმომისამართდეს ჩვენს მიმართულებაზე და ეს თვირთები შეეჩვიოს ამ მარშრუტს, რათა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩრდილოეთსა და სამხრეთის დერეფნებზე ის დაწოლები მოიხსნება, ჩვენთან ეს თვირთები შერჩეს. ბუნებრივია ამ პროცესში არის რიგი საკითხი ამოცანებისა გადასაწყვეტი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის პოლიტიკური ნება, ვინაიდან შუადერეფანი მრავალჯერ აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ძვირი და დაბრკოლებადი, ასე ვთქვათ, დერეფანია კასპიის აუზში, ასე ვთქვათ, დაბრკოლების გამო და აქ თუ არ იქნა პოლიტიკური ნება, რამაც სტიმული უნდა მიცეს, ასე ვთქვათ, კომერციული ინტერესებს, ძალიან გაჭირდება ამ დერეფნის პოტენციალის სრული ათვისება. ამიტომ ეს ვიზიტი ბატონო ირაკლი საუბარი იმის ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ საქართველოს მთავრობას არაერთგზის აქვს გაცხადებული შუადერეფანში ჩვენი ძალიან დიდი მნიშვნელობა და მაქსიმალურად სამთავრობო დონეზე ყოველ შემთხვევაში მათი გაცხადებული პოზიციის თანახმად ყველაფერი კეთდება, რომ ეს დერეფანი იყოს კონკურენტული. პარალელურად სამთავრობო დონეზევე აზერბაიჯანული მხარე იქნება თუ დაუშვათ შუა აზიის ქვეყნები ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს ურთიერთობები და შეთანხმებები იმისთვის, რომ ეს დერეფანი იყოს რეალურად კონკურენტული. მე გეთანხმებით, რომ ეს დერეფანი საკმაოდ რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ითვალისწინებს ზღვას, ხმელეთს და მთლიანობაში ეს აძვირებს კიდეც საბოლოო ჯამში ტარიფს გადაზიდვების. რა პოლიტიკურ ნებაზე, ანუ სად არის პრობლემა ამ ნაწილში, რომ ესეც განმარტოთ მაყურებლისთვის? მოგახსენებთ. მსგავსი პროექტები რო განხორციელდეს, პირველ რიგში საჭიროა მსხვილი ინვესტიციები, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, გამართვასთან, ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტა კი მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, უფუნებაა და თანაც გრძელვადიანად ამოგებადი პროცესია. მოგეხსენებათ, რომ ესეთი ინვესტიციები რო განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ არეალში ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი გრძნობდეს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას აქვს გაცნობიერებული ამ საკითხის მნიშვნელობა და გაცხადებული აქვს დეკლარირებული ამ პროცესის მხარდაჭერა ყოველ მხრივ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ამა თუ იმ ბიუროკრატიული საკითხების გამარტივება და მოგვარება, უსაფრთხოების
წესების დაცვა, პროცესების გამჭვირვალობა და ასე შემდეგ. ამდენად საქართველოს ბუნებრივია გაცხადებული აქვს ეს ასე ვთქვათ ამ მიზნის პრიორიტეტულობა, მაგრამ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ მზადა ვართ ახალი ინვესტიციების, მსხვილი მოთამაშეების შემოსვლისთვის და მათთვის ხელშეწყობისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მიმართულების მნიშვნელობას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ნებისმიერი მსხვილი მოთამაშე, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკურ ურთიერთობებში, გულისხმობს გავს რაღაცას. თუ ის განგიხილავს ჩვენისთან, ასე ვთქვათ, მცირე ზომის ქვეყნებს, თუ განიხილავს სტრატეგიულ პარტნიორად, მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მათ ასე ვთქვათ პოლიტიკური გემოვნების ან იდენტური თუ არა თავსებადი მოთამაშეები მაინც გახდეთ, ხო? მოგეხსენებათ, რომ არის რიგი საკითხები და რიგი პროექტები, რომელიც პოლიტიკური ჩამკეტით და ბარიერებით არის, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი მიუხედავად კომერციული სარგებლიანობისა. ამიტომ კიდევ ერთხელ გაცხადება იმისა და დადასტურება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცნობიერებს ამ მარშრუტის მნიშვნელობას და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნისთვის და ყოველმხრივ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ჩვენ ამ სფეროში, ასე ვთქვათ, შემოსულ ინვესტორებს ადგილობრივს, მნიშვნელოვანია ესეც, რომ ადგილობრივს თუ ასე ვთქვათ, გარე აქტორებს ექნებათ ის ხარდაჭერა, რაც საჭიროა სახელმწიფოსაგან. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება უკვე რეალურ მხარდაჭერას, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, როგორი მიმართულებით ან რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, რომ დაუშვათ ეს მხარდაჭერა იყოს ხელშესახები, რაში გექმნებათ განსაკუთრებული პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარების თქვენეული გზა როგორ გესახებათ? კი ბატონო, ეს პროექტი რო განხორციელდეს შუა დერეფანი, ეს დერეფანი უნდა იქცეს მეტად გამტარუნარიან, ასე ვთქვათ, და ეფექტურ მიმართულებად. გამტარუნარიანობის თვალსაზრისით სახელმწიფოს როლს ვხედავ პირველი სასაზღვრო გამშვები პუნქტების ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სასაწყობე და დამამუშავებელი ტერმინალებისა და ლოკაციების მომრავლებაში, ამაში სახელმწიფოსა და კერძო ამ ნაწილში დაუშვათ, რაც შეეხება უშუალოდ ტერმინალებს, სასაწყობე ტერმინალები მაქვს ხედულობაში, აქ კერძო სექტორის დაუშვათ როლი უფრო მეტად ხომ არ არის? ანუ კერძო სექტორის საქმე გააკეთოს სახელმწიფომ? თანაბრად არის, ორთავი არის. კერძო სექტორმა, რომ მით უმეტეს ადგილობრივმა ინვესტორმა რომ განახორციელოს მსგავსი ინვესტიცია, მან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებაზე და არ შეექმნებათ ეგეთი პრობლემა, მაგალითად, მსხვილი ინვესტიცია განავითარეს და არ ექნებათ იმის გარანტია, რომ 3-5 წელიწადში ეს მიმართულება შეიძლება აქტუალურობას დაკარგავს და ესეთი მსხვილი ინვესტიცია დარჩება დატვირთვისა და ამოგების გარეშე. ამიტომ, როდესაც ინვესტორი ესეთ გრძელვადიან ინვესტიციას აპირებს, მას უნდა ჰქონდეს მყარი პოლიტიკური გარანტიები, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ამ მიმართულებით ხარდაჭერა და როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო მოთამაშეებთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაღრმავება, ისე ადგილობრივი მაგალითად ფინანსური პრეფერენციები ეს იქნება, ტერიტორიების შეღავათიანი პირობებით გადაცემა, საგადასახადო შეღავათები თუ მსგავსი შეღავათები, ამას მოვლება. მაგალითად, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩინეთთან, ჩინურ მხარესთან, ესე ვთქვათ, პოზიტიური დღის წესრიგით თანამშრომლობს, ხო, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ამ ტვირთების მიმართულება, ჩინური ტვირთების მიმართულება მოიაზრება სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური ევროპა, ხო? თუ ინვესტორი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი თუნდაც პოლიტიკური კონტაქტები ევროკავშირთან, ევროპის ქვეყნებთან არ იქნება სათანადო დონეზე და მეორე, ანუ ამ წრის მეორე მხარიდანაც არ იქნება ნება იმისა, რომ ამ ტვირთებმა ჩვენი მარშრუტით გაიაროს, ჩნდება შიშის საფუძველი იმისა, რომ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის საერთოდ განხორციელება. აბსოლუტურად გეთანხმებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობისა, ეკონომიკური სარგებლიანობა და ეკონომიკური ნაწილი იმდენად დიდია, რომ მათ შორის ევროკავშირის ხელმძღვანელობა არაერთხელ აღიარებს და უსვამს ხაზს, რომ შუა დერეფანი მათთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მარშრუტია და ორივე ფაქტორი არის მეტად მნიშვნელოვანი. ორივე ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ასე პოლიტიკური. ერთის არსებობა ვერ უზრუნველყოფს დერეფნის გამართულ მუშაობას, რომელიმე მეორე რო ასე ვთქვათ, არ იყოს სათანადოდ დაყენებული, შესაბამისად პროექტი ვერ განხორციელდება. გარდა ამისა, პოლიტიკური ესე ვთქვათ, ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის იყოს კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა. ეს ხო არ არის მხოლოდ საქართველოზე გამავალი დერეფანი, აქ არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი, იქ შუა აზიის ქვეყნები შეიძლება ჩაერთოს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტვირთების ეფექტურად გატარება და ამ მხარეებს შორის
მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესების თავსებადობა ერთმანეთთან. თუ ჩვენ საქართველოში ტრანზიტად გამავალი ტვირთების ზედამხედველობის რაღაც ერთი სტანდარტი გვაქვს, წარმოიდგინეთ, იმას რა ქვია, ყაზახეთს ან უზბეკეთს ან აზერბაიჯანს სხვა სტანდარტი აქვს, ხო ეს იწვევს ტვირთების დაყოვნებას. ამიტომ პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა ამაზე მუშაობს, სწორედ რომ ზედამხედველობის ესე თქვა მეთოდები და სტანდარტები ერთმანეთთან თავსებადი იყოს და მომავალში საერთოდ გაციფრულდეს მაქსიმალურად ეს პროცესი და გამარტივდეს, რათა ბიუროკრატიული ბარიერები არ დაემატოს ამ ტვირთების ისედაც რთული მარშრუტის ესე თქვა გადაადგილებას, ბიუროკრატიული დაბრკოლებები არ აღუდგეს წინს, იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც ისედაც რთული ასე ვთქვათ დერეფანია მარშრუტი. კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც მინდა რომ ჩვენი საუბრის განმავლობაში შევეხოთ, უშუალოდ კერძო სექტორი, ჩვენ ხა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაში, სახელმწიფოს როლზე და პოლიტიკურ ნებაზე. კერძო სექტორი რამდენად აქტიურია, რამდენად აცნობიერებს ბიზნესი ამ ნაწილში, რომ ეს მარშრუტი ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, მიუხედავად ძალიან ბევრი სპეციალისტია გამოთქვავს მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი ხვალვე რომ მორჩეს რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნას, პარალელურად ირანთან სულ რომ დაალაგდეს ურთიერთობები, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს სანქციებიც მოიხსნას, ეს დერეფანი მაინც რეალურად როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამოცემულობის გათვალისწინებით მაინც კვლავ კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს. ამ ის გათვალისწინებით ვკითხულობ, რამდენად ხვდებით ბიზნესი მთლიანობაში, რომ ეს დერეფანი კვლავად შეიძლება იყოს აქტუალური და რამდენად თავად აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, სწორი აღნიშნაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი იმ დაშვებითაც რომ ჩრდილოეთ და სამხრეთის დერეფნებზე მოიხსნას ის დაწოლა, უკვე მსოფლიომ გაიგო, რომ შუა დერეფანი როგორც მინიმუმ დარჩეს უნდა ერთ-ერთ ალტერნატივად მსგავსი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რომ იყოს ასე ვთქვათ მიწოდების გზები. მე ვფიქრობ, რომ კერძო ასე ვთქვათ სექტორი ამას აცნობიერებს და მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს გადაეწყოს ამ მიმართულებაზე. ეს გამოიხატება მაგალითად რაში სულ უფრო მეტი სახმელი თუ გადამზიდავი გადაერთო აღნიშნულ მიმართულებას და მისთვის არსებული ტრადიციული მარშრუტები ჩაანაცვლა უკვე შუა აზიის მიმართულებით გადაზიდვაზე, ჩინეთის მიმართულებით გადაზიდვაზე. ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, როგორც კი გამტარუნარიანობა ამ დერეფნისა გაიზრდება. ეხლა ერთ-ერთ დაბრკოლებად რჩება კასპიის ზღვის აუზში აზერბაიჯანი, ყაზახეთის მონაკვეთზე გადაზიდვების ესე ვთქვათ დაბრკოლება. იქ არის დაახლოებით 18-20 დღიანი მოლოდინის რეჟიმი, რაც ძალიან დიდი დარტყმაა როგორც გადამზიდავისთვის, ესევე ტვირთმფრობელისთვის. ამიტომ აი მაგალითად ეს ერთი საკითხიც, ერთი კომპონენტიც რომ მოიხსნას და ასე ვთქვათ დადებითად გადაწყდეს, გაცილებით დიდი მუხტი იქნება გადამზიდავებისთვის და მეტი ესე ვთქვათ აქტიურობა იქნება განხორციელებული ამ მიმართულებით. ესე კერძო სექტორმა რა შეიძლება განავითაროს, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოამზადოს ამ მიმართულებით, იგულისხმება სატრანსპორტო საშუალებები, ტერმინალები, სასაწყობო მეურნეობები და ამასთანავე მოემზადოს ადამიანური რესურსიც ამ პროცესების სწრაფად, კომპეტენტურად მართვისთვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკმაოდ ესეთი რთული ლოჯისტიკური საკითხები იქნება გადასაწყვეტი და ამას დაჭირდება ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი, როგორც მძღოლი, ესევე კომპანიის ლოჯისტიკის მენეჯერები, რომლებიც ამ პროცესს ასე ვთქვათ, სწრაფად და ეფექტიანად წარმართავენ ისე, როგორც ჭირდება ტვირთ დამკვეთებს. და ჩვენი საუბრის ბოლოს ჩვენ ახლა საუბრობთ აი რა უნდა გააკეთოს ან სახელმწიფომ ამ კერძო სექტორმა. მაგრამ ის პერიოდი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ხომ არ არის ერთგვარად დაკარგული ამ ხომ არ დავაგვიანეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ამ შემთხვევაში ქართული მხრიდან ბუნებრივია ეს მოითხოვს პარტნიორებთან, მათ შორის იგივე ამ დერეფანში მომუშავე დავუშვათ ქვეყნებთან ურთიერთობის სხვა მასშტაბზე აყვანას იმ გაგებით, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, თუნდაც ერთიანი მიდგომა, აქ არის გულისხმობა პოლიტიკური დავუშვათ თანამშრომლობა, აქ გულისხმობა თუნდაც იგივე საბაჟო თანამშრომლობის ნაწილი და მომსახურება და ასე შემდგომ, მაგრამ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხომ არ დავაგვიანეთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რამდენად კვლავაც შეგვიძლია დავეწიოთ აი ამ ტემპს, რომელსაც ახლა დღეს მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება იძლევა. მე მგონია, რომ ადამიანს ზოგადად არ უნდა ქონდეს ესეთი თვითკმაყოფილების განცდა ნებისმიერი მიღწეული შედეგის შემთხვევაში და უნდა სვავდეს საკითხს, რომ შესაძლებელი იყო უფრო მეტის მიღწევა თუ არა აღნიშნულ დროში. პირადად ჩემი დამოკიდებულება არის, რომ ამ წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო უკეთესი შედეგების მიღწევა, თუმცა უდაოდ უნდა აღინიშნოს ის მიღწევები, რაც უკვე არის და იმედი უნდა დავიტოვოთ იმისა, რომ ჯერ კიდე არ არის დაკარგული ყველაფერი, უფრო მეტიც ეს შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღია რჩება. მე მგონია, რომ როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ისე სექტორი
აცნობიერებს ამ შესაძლებლობის მნიშვნელობას და დროის მნიშვნელობასაც, რომელიც გამოსაყენებელია ეფექტურად, ვინაიდან ეხლა თუ არ გამოვიყენეთ ჩვენ ეს დრო და ეს შესაძლებლობა, რაღაც დროის შემდეგ ეს უკვე დაკარგული იქნება და ვერ მივცემთ თავს ამის ფუფუნებას. ამდენად რომ შევაჯამოთ, შეიძლებოდა უფრო მეტი, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებლობები წინ არის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმას პინძლევთ კლავაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.